მოგესალმებით იმედი საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში განახლებული ამბებით ბრუნდება ახალ ამბებს ქრონიკაში 14 საათზე მამუკა გოგლიზე გაგაცნობთ. თოვლის საერთაშორისო დღე და სპეციალურად ამ დღისთვის მიძღვნილი ღონისძიებები გუდაურში. საკურორტო ზონაში ჩასულ სტუმრებს დღეს გრანდიოზული სანახაობა ელეს. ყინულის კოშკები, ზღაპრის გმირები და ბავშვებისთვის უფასო მოძრავი ხალიჩები. ეს იმ ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც გუდაური უმასპინძლებს. თოვლის საერთაშორისო დღეს 39 ქვეყანა აღნიშნავს. ჩვენი კორესპონდენტი ქეთი ილურიძე იმყოფება გუდაურში, რომელიც პირდაპირ ეთერში უფრო დეტალურად გვეტყვის გუდაურის ღონისძიებების შესახებ. დიახ, გუდაურში თოვლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება უკვე დაწყებული აქვს. მართლაც უამრავმა ბავშვმა მოიყარა თავი და ისინი ერთმანეთს სხვადასხვა კონკურსებში და შეჯიბრებებში ეჯიბრებიან. პირველები, ვინც ბავშვებს თოვლის საერთაშორისო დღე მიულოცა, ეს იყო მსახიობები და მათ სცენაზე სპეციალური საცირკო წარმოდგენაც დაუდგეს. პატარებმა ასევე დაიწყეს გიგანტური ყინულისგან სასახლეების აშენებაც, ასევე დაწყებულია მხიარული სტარტები და პატარები ერთმანეთს სრიალში ეჯიბრებიან. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რასაც ღონისძიების ორგანიზატორები დღეს პატარებს პირდებიან. როგორც პატარები ამბობენ, ეს დღე გუდაურში თოვლის საერთაშორისო დღე მათ მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ახლა პატარების კომენტარები. კეთილო აბუსულიყავი. ძალიან კაი თოვლია, ბევრი გასართობია. ბევრი სამხიარულო ადგილია და ვაპირებო აქ დავჩე და უსრიალო. მე ამოვედი გუდაურში ზბორა აბუზე და დღეს ჩვენ გადმოვედით აქ უყვართ არჩეულებული ბიგელის გახლას და კონცერტს და ძალიან კარგი არის ეს ღონისძიებები რომ ტარდება ხოლმე და როდესაც ჩატარდება ყოველთვის სულით ხოლმე ჩემ მეგობრები. მე ძალიან მომწონს გუდაური და ძალიან გახარებული ვარ რომ მოვედი. ძალიან კაი დღეა დღეს, იმიტომ რომ არის ბევრი მულტფილმის გმირები და ბევრი თამაშები. კიდე რაც ყველაზე ძალიან მომწონს, ძალიან კაი ის სათხილამურო ტრასებია. თოვლის საერთაშორისო დღე გუდაურში თბილისის მერმაც მიულოცა პატარებს. როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, გუდაურში ამ დღეს საფუძველი ჩაეყრება და ამიერიდან ყოველ წელს აღინიშნება. თბილისის მერმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ სათხილამურო ტრასებზე, რომლის მშენებლობაც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და ქალაქის მერმა ისიც თქვა, რომ ამით გუდაურის განვითარება არ დასრულებულა და მომავალში აქ კიდევ უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. მე აქვე იმას შეგახსენებთ, რომ ღონისძიების ორგანიზატორია თბილისის მერია და სამთო სათხილამურო ფედერაცია და სწორედ თბილისის მერის ინიციატივით დღეს გუდაურში უპატრონო ბავშვთა აღსაზრდელების 70 ბავშვი ჩამოვიდა, რომლებსაც საშუალება აქვთ მიიღონ ყველა აქტივობაში უფასოდ მონაწილეობა. მთავარი არის ის, რომ გუდაური ხდება მაგნიტი ყველასთვის. აქ არა მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც აქვს შესაძლებლობა ადამიანები ამოდიან, ამით დღეს აქ იმყოფებიან ასევე სოციალურად დაუცველი ბავშვები. და ჩვენ გვინდა ყველანაირად ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. სპორტ სკოლებთან ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება და მერია დაუფინანსებთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს, რომ მათაც ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ყველაფერზე იმაზე, რაც აქ კეთდება. საბოლოო ჯამში გუდაური ყალიბდება მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენს რეგიონში საერთაშორისო დონის კურორტად და მე მართლა დამწუხრებული მომდევნო წლები კიდევ და კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება, ვინაიდან უკვე დაწყებულია რამდენიმე ახალი სასტუმროს თუ საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობას პარალელურად. ქალაქის მერია ყოველთვის ეცდება ამ დღეს აქ ამოიყვანოს ზრუნველობა მოკლებული ბავშვები, ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. დღეს პირველ ფესტივალზე ჩვენ ამოვიყვანეთ ერთ-ერთი შეიძლება ითქვას ყველაზე პრობლემური ბავშვები, ეგრეთ წოდებული ქუჩის ბავშვები, რომელთათვისაც სახელმწიფო დღეს ბევრს აკეთებს, არის კრიზისული ცენტრები, მაგრამ მსგავს ღონისძიებებში მათი ჩართვა, მათი მონაწილეობა ჩვენ ძალიან დიდ საქმეთ, მნიშვნელოვან საქმეთ მიგვაჩნია და სწორედ პირველი სტუმრები ამ ფესტივალზე ეს ბავშვები არიან. შეგახსენებთ, რომ საქართველო წელს პირველად მონაწილეობს თოვლის საერთაშორისო ფესტივალში, თუმცა ის მსოფლიოს 39 ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება და როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ამიერიდან ყოველ 21 იანვარს აღინიშნება თოვლის საერთაშორისო ფესტივალი. მე აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამით დღევანდელი ღონისძიებები არ დასრულებულა, პირიქით ის უფრო გრძელდება და წინ ძალიან ბევრი სიურპრიზი ელოდებათ და ღონისძიების ორგანიზატორები მსურველებს კვლავ გუდაურში ელოდება. გუდაურიდან პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ქეთი ილურიძე საუბრობდა. მე კი შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კობი გუდაურის მონაკვეთი ზღვაოს საშუალების გამო გადაკეტილია, გუდაურამდე გზა ხსნილია, ამით მას გამოიდარა და ტურისტების რაოდენობაც მატულობს. საქართველოს რეგიონი